გამარჯობათ. მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან საინტერესო როგორც ჩვენი მაყურებლისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისათვის და ფაქტიურად დღეს ჩვენ გავშლით იმ თემებს, რომელი თემების საფუძველზეც მთლიანობაში საქართველოს უსაფრთხოება და მისი ეკონომიკა უნდა იყოს დაყრდნობილი. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც საკითხების დღეს ჩვენ ქვეყანაში აქტუალური არის. ჩვენ ვისაუბრებთ და ესე იგი განვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც საკითხების მთლიანობაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ არის. კარგად მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვდებიან ერთმანეთს ალიასკაზე. თარიღი უკვე ცნობილი არის, ეს არის 15 აგვისტო. შესაბამისად არის ძალიან ბევრი ჭობა იმის ირგვლივ, თუ რა დათმობებს ეწავა პუტინი, რა დივიდენდებს მიიღებს ტრამპი და შესაბამისად როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ კარგად ვისმენთ და თქვენც კარგად ნახეთ თქვენი თვალით, თუ როგორ ულტიმატუმებს აყენებდა ტრამპი და ულტიმატუმის ენით საუბრობდა ის, მაგრამ შემდგომ მან შეცვალა რიტორიკა, რადგან ეს ულტიმატუმის ენის საუბარი მისთვის არ იყო მომგებიანი და რუსეთმა არ გაითვალისწინა და არც გაითვალისწინებს ის არანაირი ულტიმატუმის ენების საუბარს, რადგან რუსეთი არის დღეს მომგებიან პოზიციაზე. ბურთი არის დღეს რუსეთის მხარეს. და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩემი აზრით და ჩემი გადასახედიდან ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტრამპს პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბირო საბჭოს წევრი ბატონი შმაგი ლურსმანაშვილი. ბატონო შმაგი, მოგესალმებით. მადლობა თქვენი სტუმრობისათვის ჩვენ სტუდიაში. თქვენ უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანი ბრძანდებით ჩვენი მაყურებლისთვის და საინტერესო ანალიზებს აკეთებთ და შეფასებებს აკეთებთ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბატონო შმაგი, გადაწყვეტილება მიღებული არის. ამას მე მგონი არავინ აღარ შეცვლის და არ შეიცვლება პუტინისა და ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ წინსრებ განცხადებებს შეხვედრამდე, თუ როგორი ტონით საუბრობდა ტრამპი და ამ ტონს ხან შეცვლიდა, ხან მოკლედ სხვა მიმართულებით გადაიტანა და ამავდროულად იქ წამოეხმარებოდნენ ექსპერტები, მაგრამ ამ ტონის საუბარმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო რუსეთთან მიმართებაში, რომ რუსეთს გარკვეული რაღაც ლავირებები გაეკეთებინა და დათმობაზე წასულიყო თუნდაც ტრამპის შეთავაზებასთან დაკავშირებით. ისიც არ ვიცით რაც თავაზობს ტრამპი, ხო? ჯერ არ არის ცნობილი და უბრალოდ ის პირდაპირ ეუბნებოდა რომ შეწყვიტეთ წესს და დაამთავრე ომი. კი ბატონო, ის კაცი ამბობს, შევწყვიტავთ წესს, დავამთავრე ომს, მაგრამ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ჩვენ ვიცი რაც არის, ხო? ის პირველი მოთხოვნები, რა მოთხოვნების საფუძველზეც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწყებინა რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ხო? ასეც იყო ეს. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? აი ამ შეხვედრიდან ეს შეხვედრა, რომელიც შეხვედრა შედგება ახლა 15-ში, დადებს რაიმე შედეგს ეს შეხვედრა და რაღაც გარკვეული გადანაწილება, ну არის საუბრები ახლა ამ ექსპერტები საუბრობენ რომ აი პუტინს იმას უკრაინას მოუწევს რაღაც გარკვეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაღაც დათმობა, ხო? ან ამავდროულად რუსეთს მოუწევს რაღაც გარკვეული ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობა და გადაცემა უკრაინაზე. ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც კონგრესმენები, ასევე ექსპერტები. ხო. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის რუსეთი არავითარ დათმობაზე არ წავა, რადგან რუსეთს აქვს დღეს ძალიან სერიოზული რომ მეტყვი საკმაოდ წარმატებული წინსვლები და ის დღესაც უკვე მიმდინარეობს იმ ტემპით, რომელიც ტემპის საფუძველზე თუ ასე გაგრძელდა, ალბათ მთლიანობაში ის მოახდენს მთელი უკრაინის, ისედაც წვება უკვე ის ცეცხლი მთელი უკრაინას, მაგრამ მთელი უკრაინის კონტროლში ხელის აღებას. მე მგონი ეს დაინახეს უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს დაინახა უკვე ზელენსკიმაც, ეს დაინახა ევროკავშირის ლიდერებმაც და აქედან გამომდინარე გახადეს თემა უკვე უფრო აქტუალური. ცეცხლის შეწყვეტა, შესაბამისად მოლაპარაკებები, ახლა ტრამპი ამბობს რომ თუ ახლა ჩემი და პუტინის შეხვედრის შემდგომ შესაძლებელი არის რომ და ასეც გავაკეთებ რომ ზელენსკი და პუტინი შეხვდეს ერთმანეთს, მაგრამ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდება, რადგან პუტინი იძახის რომ ეს აღარ არის პრეზიდენტი, ეს არის დამნაშავე, ხო? რა მოყვება ამ შეხვედრას და რა შედეგი დაედვება და რა გვიჩვენებს
მათი ესეთი რაღაც გარკვეული მართლაც ინტერესი მთელი მსოფლიოს ინტერესის ქვეშ არის ეს ყველაფერი, ხო? აბსოლუტურად და ყველანი უკვე თითქმის უკვე ჩასული არიან, იქ ექსპერტები უკვე ემზადებიან და ჩასული არიან უკვე გარკვეული სახელმწიფო წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან იმით, რას მოიტანს ეს შეხვედრა. თქვენ როგორ ფიქრობთ? რას ველოდებით ამ შეხვედრიდან? მოგესალმებით, გამარჯობათ პატრიოტული ტელემაყურებლებო. ძალიან საინტერესო მოვლენები გველის ჩვენ ახლა, ძალიან საინტერესო პოლიტიკური მოვლენების მოწმენი ვხდებით, რომელიც არის განპირობებული იმით, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი ძალის ცენტრების გადანაწილება მიმდინარეობს მსოფლიოში, ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს და ეს პროცესები რომ არ წავიდეს, ესე იგი, თვითდინებით და კონტროლის გარეშე, ამისათვის მთავარი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ცდილობენ იმას ცდილობენ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც არის დღევანდელ მსოფლიოში, ყველა ეს გადაიჭრას, შეძლებისდაგვარად გადაიჭრას ისე, რომ ესე იგი ყველა სახელმწიფოების და ძალის ინტერესების, ძალის ცენტრების ინტერესები იყოს გათვალისწინებული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ესე იგი კიევში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწყობილი მორიგი ფერადი რევოლუციის შემდეგ სამხედრო გადატრიალება რომ მოხდა, რომ გააკეთეს კიევში და ესე იგი ეს მაიდანს გულისხმობს. მაიდანის 2014 წლის შემდეგ რუსეთმა, კრემლმა დაიბრუნა ყირიმი და დაიბრუნა დონბასის გარკვეული ნაწილი. აი აქეთ ამის შემდეგ დასავლეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კოლექტიურმა დასავლეთმა, ესე იგი, გამოუცხადა კრემლს, გამოუცხადა რუსეთს მთლიანი პოლიტიკური აბსტრუქცია, მთლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია, გამოუცხადა რამდენიმე სანქციები და ესე იგი, ჩვენ მივიღეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ისეთი მსოფლიო, რომ ესე იგი, რუსეთის ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებდნენ ეს დასავლეთის ეგრეთ წოდებული დემოკრატიული კაპიტალისტური ქვეყნები. მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ რაც არ უნდა ესე იგი ამ სანქციებმა, ამ იზოლაციონიზმმა, რომელიც მათ განახორციელეს რუსეთის მიმართ, ეს აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული. ამან პირიქით გააძლიერა რუსეთი იმ მხრივ, რომ ესე იგი მთელი დასავლეთის კომპანიები, დასავლეთის ესე იგი განსაზღვრული ძალები, მათ შორის აგენტურაც, მათ ისინი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი, ესე იგი, დაეტოვებინათ რუსეთი, ძალიან დიდი მილიარდიანი, ესე იგი, თვითბრუნვა, ფინანსური ბრუნვა შეჩერდა და ესე იგი, რუსეთი დარჩა, ესე იგი, დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში. მაგრამ კრემლმა ამ დროის განმავლობაში გამონახა თავისი შესაძლებლობები, ესე იგი, ამას ყველაფერს უპასუხა ადეკვატურად და მიღებული იქნა, ესე იგი, იმპორტული საქონელის ჩანაცვლების პროგრამა. მაშინვე იქნა 14 წელს ეს მიღებული და ამ პროგრამის გათვალისწინებით ყველა ის დარგები, რომელსაც ფლობდნენ დასავლეთის კომპანიები, იყვნენ მონოპოლისტები რუსეთში, ეკონომიკურად ესე იგი ისინი ფლობდნენ ყველა ესე იგი ბერკეტებს, ეს ყველაფერი რუსეთმა ჩაანაცვლა ნელ-ნელა, აამუშავა თავისი გაჩერებული ქარხნები, გაჩერებული წარმოება, გაჩერებული ეკონომიკა, აამუშავა, ესე იგი საბჭოთა დროის შემდეგ გაჩერებული ეკონომიკა აამუშავა, მოიძიეს შესაბამისი კადრები, ახალი კადრების განათლება მისი პრაქტიკაში, ესე იგი, მიცემა და ესე იგი მათი წარმოებაში ჩაბმა განახორციელეს. ეს ეხება საავიაციო, ჩვენ ვიცით და პირველ უბრალო ფაქტს გეტყვით. რუსეთის სამოქალაქო ავიაცია მთლიანად იყო დამოკიდებული, ესე იგი, ბოინგისა და ერბაისის კომპანიებზე. საბჭოთა ცნობილი კომპანიები, საბჭოთა ილივში რაც იყო საბჭოთა კავშირში, ეს ყველაფერი იქნა შეჩერებული, განადგურებული და მთლიანად ამხელა პარკი, რუსეთის ამხელა პარკი იყო დამოკიდებული ამერიკისა და ევროპის აი ამ ორ კომპანიაზე.
ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საავიაციო მრეწველობა, საავიაციო დარგი ეს არ არის ისეთი, რომ უცბად განახორციელო და უცბად გააკეთო ყველაფერი, მაგრამ რუსეთმა გამონახა თავისი რესურსები, ყველაფერი და უკვე თავისი თვითმფრინავები, თავისი ესე იგი თვითმფრინავების პარკით იწყებს ჩანაცვლებას. ყველა ეს კომპანიები, რომლებიც იყვნენ ილუშინი, ტუპოლევის კომპანია, სუხოის კომპანია, ეს ყველაფერი უკვე ნელ-ნელა ამოქმედდა და უკვე აძლევენ თავიანთ პროდუქციას თავის საკუთარ ბაზარზე. ეს ერთი მაგალითი. ასეთი მაგალითები უამრავია. იქ მეტალურგიულ მრეწველობაში, ჩამშენებლობაში, საავტომობილო, ესე იგი, მრეწველობაში, საავტომობილო დარგში, ქიმიურ მრეწველობაში, ესე იგი, მადნებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, დამუშავებაში, ეს ამას მთლიანად ფლობდნენ დასავლეთის კომპანიები, ამერიკისა და დასავლეთ ევროპის კომპანიები. აი ამ ყველაფერი ეს ყველა რომ წავიდნენ რუსეთის პარკიდან, მათ უნდათ რუსეთის ეკონომიკური დამარცხება. მაგრამ ამ პროგრამამ, ესე იგი, საერთაშორისო ამ პროგრამა, რომელიც კრემლმა მიიღო, პროგრამა ჩანაცვლების პროგრამამ გამოიღო გარკვეული შედეგები და უკვე რუსეთს უკვე არ აქვს ისეთი პრობლემური ესე იგი საკითხი, რომელსაც ისინი უკვე აი ამ საზღვარგარეთული კომპანიების რომ ვერ წვიტავდნენ, გარეშე რომ ვერ წვიტავდნენ, უკვე აღარ აქვს ასეთ პრობლემები. შემდეგ მთავარი საკითხი, რაც არის, ამ იზოლაციამ, ამ სანქციებმა, რომელიც დააწესეს ბაიდენის დროს, რომ იყო დაწესებული, მოიტანა ის, რომ ისინი უკვე ამაზე არ გაჩერდნენ და უკრაინა წააქეზეს, უკრაინას ჩვენ წინახე ამბობდით, რომ უკრაინა 30 წლის განმავლობაში ამზადებდნენ ანტირუსეთის პროგრამით, ანტირუსეთის პროექტი. აი ესეთი პროექტი იყო ანტირუსეთი. და ამ პროექტის ფორსირება დაიწყეს და ესე იგი რუსეთი იძულებული გახდა, რომ უკვე დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია ამ დასავლეთისა და ამერიკის ძალების გასანეიტრალებლად. იმ რეჟიმის, ანტირუსული რეჟიმის, იმ ფაშისტური რეჟიმის, რომელიც უკვე უკრაინაში მკვიდრდებოდა, იმის დენაციფიკაციას და ესე იგი ამის აღმოსაფრელად. და ჩვენ რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ამ დასავლეთის ძალებმა, ბატონო ტრისტან, დასავლეთის ძალებმა, რომლებაც უკრაინა მთლიანად შეაქეზეს, შეაიარაღეს, მთელი მოსახლეობა გადაიყვანეს იდეოლოგიურად ანტირუსულ განწყობაზე მთლიანად, რომ გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აქაც წარმატებები არ არის. პირიქით, რუსეთმა ამ 22 წელს რომ დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ამან გამოავლინა ძალიან დიდი პირველი, ესე იგი, რომ უნდა აღვნიშნოთ კიდევ, რომ ამ ოპერაციამ გამოავლინა ის დიდი აგენტურა, რომელიც იყო ღრმად შეფუთული რუსეთის მაღალი სამხედრო და სამოქალაქო, ესე იგი, ეშელონებში, მაღალი დონის. გენერალიტეტიდან დაწყებული და მინისტრებიდან დაწყებული. თვითონ კრემლში იყვნენ, კაცო, კრემლში, და. და აი ეს გამოვლინდა ყველაფერი და აი ეს ყველაფერი უკვე ნეიტრალიზებულია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ეს არ არის პროცესი ეს დამთავრებული, კიდევ არის ეს, იმიტომ რომ 30 წლის მანძილზე ინერგებოდა კოლონიზატორების მიერ ასეთისა და ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს. წარმატებით რუსეთმა დაიბრუნა უკვე და ომით მიიწევს წინ და ნელ-ნელა ის თავის ესე იგი გეგმას ასრულებს, რაც არის დასახული. ამის მიუხედავად, ჩვენ ახლა რას ვხედავთ? ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა მთლიანად ახალი კურსი, მან დაადანაშაულა დონალდმა ტრამპმა დაადანაშაულა წინა ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაცია ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ ესე იგი ჩემი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ იქნებოდა. პირდაპირ ბაიდენი დაწყებილი დაწყებული ომი არის. ბაიდენმა დაიწყო ეს ომიო. და ამიტომ მან გააკეთეს ფოკუსირებას იმისათვის, რომ მას უნდა რომ თავისი ამომრჩევლების წინაშე, იმ ძალების წინაშე, რომელსაც ის წარმოადგენს, იმ დიდი გავლენიანი სამრეწველო ფინანსური წრეების წარმომადგენელი, რომელიც ის წარმოადგენს, უნდა რომ მაგალ თავისი აი ამ ხალხის წინაშე, თავისი ამომრჩევლების წინაშე, ესე იგი, შეასრულოს, გააკეთოს ისეთი დიდი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც მას უტანს შედეგს და შესაბამისად ავტორიტეტს. ამისათვის მან ძალიან განახორციელა ბევრი ღონისძიებები, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ, რომ არავითარი წინსვლა მას არ აქვს.
რაც შეპირდა, რასაც ესე იგი პირდებოდა ამორჩევლებს, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან რომ აი რაღაც ულტიმატუმები ვადები და დაუდო ახლა გუშინ 8-ში დამთავრდა მორიგი ესე იგი ულტიმატუმის მაგრამ ამან არ იმუშავა და უკვე იზოლებული არის რომ ეს პუტინი და ტრამპი იზოლებული არის რომ მოხდეს ეს შეხვედრა ერთმანეთში და განისაზღვროს ის პრობლემები რაც არის არსებული და მათი გადაჭრის გზები. ახლა ჩვენ კარგად ვიცით რომ ამერიკა უკვე ვენსმა გამოაცხადა რომ 4 დღის უკან რომ ჩვენ უკვე აღარ დავაფინანსებთ უკრაინის შეერაგებას, ჩვენ უკვე აღარ დავაფინანსებთ და ევროკავშირის გადასცა ეს საკითხი, ბრიტანეთს და ევროკავშირის გადასცა ეს საკითხი და ფინანსების საკითხი. ევროკავშირი უკვე დონალდ ტრამპი უკვე ამერიკა იმიჯნება უკვე ევროკავშირს და ის უკვე ნელ-ნელა გამოდის ამ ესე იგი ომიდან, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციისგან იყო ინსპირირებული ეს ყველაფერი წინამორბედის ხელისუფლებისგან, მაგრამ ის ახლა ცდილობს გამოდის აი ამ პროცესიდან და ევროკავშირს აძლევს ესე იგი მთელ კარტბლანშს თქვენი მოქმედეთ, თქვენ გააკეთეთ. ანუ ევროკავშირი შეაჩეჩა როგორც იტყვიან, მაგრამ ევროკავშირში უკვე გაუგნებულები არიან, ისინი არ იციან რა ქნან, საერთოდ არ იციან რა ქნან. მარტო რო შეხედა 6 თვის უკან ესე იგი მე მაგას უწოდე ბონაპარტი მაკრონი უკვე ხმალისილი გამოდიოდა კრემლი უნდა ავიღო ხვალო ასე იცოდა. ხო, კი, აქეთ მერცი გერმანიის კანცლერი, ახალი ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყველანი ისე იტყვიან, მაგრამ სინამდვილეში ესე იგი მათ არავითარი ესე იგი არ აქვთ არავითარი მეთოდები რომ დაუპირისპირდნენ რუსეთს პირდაპირ თვითონ არავითარი არ აქვთ რესურსები არ აქვთ არავითარი თვითონ არ არიან მომზადებულები შინაგანად რომ რუსეთს დაუპირისპირდნენ იმიტომ რომ ეს მათთვის არის მოვლენა იმიტომ რომ ესენი ყოველთვის იყვნენ ამერიკის უკან ამოფარებულები და ამერიკის იმას ასრულებდნენ ახლა ისინი აღმოჩნდნენ ძალიან უჩვეულ მდგომარეობაში და არის გარკვეული ისე რომ არ იციან რა ქნან და რა ესე იგი ისეთ განცხადებებს აკეთებენ რომ ძალიან არ პოლიტიკოსებს არ შეფერის. აი ეს ასეთი რეალობა რომ არის აი მორ კაცმა ორმა ლიდერმა პოლიტიკურმა ლიდერმა მიუხედავად იმისა რომ მომწიფთა მათი შეხვედრა უკვე მომწიფთა უკვე მათი შეხვედრა აქ ჩაერიან უკვე ბევრი ძალები რომ ჩვენი შეხვედრა იყოს აი შუამავლები აი თურქეთში იყოსო აი ეგ არაბეთში ახლა მაგათი შეგაწყვეტია და თქვენ ახლა ახსენეთ და სწორედ მაგას მინდა ხაზი გაუსვა და შემდგომ თქვენ უფრო სიღრმისეულად მიაწოდოთ საზოგადოებას. ნუ აქ ვარტო თურქეთთან კი ევროკავშირის ლიდერებმაც რომ რატო ორი ერთმანეთს ხდებოდა ჩვენც არ ვართ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები ამ პროცესებშიო და თქვენ მართალი ბრძანეთ რომ თურქეთს გამოთქვა და ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებმაც გამოთქვეს ამის შესახებ პრეტენზიები, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პირველი პირი და საერთოდ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არის იმის და ეს წინააღმდეგობა ხوار განაპირობებს იმას რომ აი რატომ არის წინააღმდეგი ეს ხوار განაპირობებს იმას რომ ერთხელ ჩაერთვენ ევროკავშირის ლიდერები მასში შეხვედრებში და მოატყვილეს აი მინსკის ფორმატში იყო ჩართულები ევროკავშირის ლიდერები და მე თავად აღიარა მერკელმა რომ ჩვენ ამას დროს წელავდითო და ჩვენ მოგვეგო ამით რაღაც გარკვეული დრო რომ ჩვენ მაშინ გვესარგებლო იქ თურქეთი ახსენეთ ახლა თქვა თურქეთში იყო და რაც ხდებოდა როგორც პირველი შეხვედრა რამ გამოიწვია და როგორი მოტყულებით ის იყო ეს პროცესები შევხედეთ თუ იქ შეთანხმება იყო ირპინიდან და ბუჩიდან ჯარების გაყვანის გაიყვანა პუტინა ირპინიდან და ბუჩიდან ჯარები მაგრამ სხვა დანარჩენი შენგვე პირობები მათმა არ შეასრულეს ხო ანუ ეს უკვე მას მიგვანიშნებს რუსეთმა კატეგორიული ვარი თქვა მათი მონაწილეობა ამ შეხვედრებზე და რუსეთი დადგება თუ რა იმ პრინციპებზე რომელი პრინციპების მათ გააქვთ მოთხოვნები იმ თავიდან 2022 წლიდან დღემდე კი ბატონო ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა დიახ როდესაც ბევრი შუამავალი ბევრს უნდა უკვე ამ მონაწილეობა მიიღოს ამ მოლაპარაკებებში ეს მოლაპარაკება რა არის საერთოდ ყველა ღებულობს თავის რაღაც თავის დივიდენდებს და ამ დივიდენდების შემდეგ ადრე თუ გვიან ყველას ახსენებენ და ყველას უნდა მაგრამ როდესაც უკვე შევხედავთ ევროკავშირის ხელმძღვანელობა რომლებიც პირდაპირ კატეგორიული ესე იგი უარით არიან რომ რუსეთთან რაიმე ესე იგი მოლაპარაკება მიმდინარეობს და ესე იგი რაიმე დათმობებზე წასვლა ესე იგი ეს იქნება ტერიტორიული პოლიტიკური ეკონომიკური დათმობების წასვლა სამხედრო დათმობების წასვლაზე ესენი არიან ძალიან კატეგორიულები და ამიტომ ეს ჩანს რომ ეს ხალხი არ არიან მზად
ესე იგი პრაგმატული, პოზიტიური, ესე იგი შედეგობრივი მოლაპარაკებებისათვის. მეორე მხარე, აი ეს თურქეთი და არაბეთი და აი სხვა მხარეები. ჯერ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი არ არის ნეიტრალური სახელმწიფო. თურქეთი ამარაგებს უკრაინას თავისი არის, ისინი ჩვენსაც და თქვენს. ნატოს წევრის ქვეყანა არის, უკრაინა ის ამარაგებს იარაღით და რუსეთთანაც თვითონ კეთილმოზობლური ურთიერთობა უკავია და აი ასე. შემდეგ მეორე, თავარი ფსიქოლოგიური მომენტი. როდესაც შენ სხვაგან მიდიხარ სხვა ხალხის თანდასწრებით, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცა გამორჩენა და რაღაცა დივიდენდები იყოს, ის ადამიანი ხდება, ესე იგი, ვერ ისაუბრებ ისე და ვერ გადაწყვეტ ისეთ საკითხებს, რომელმაც არ არის საჭირო რომ სხვამა მოისმინონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია სოფლიო ლიდერებს შორისაც და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის. ესე იგი, არასასურველი ხალხი არ უნდა ესწრებოდეს თქვენს არასასურველი ყურები არ უნდა იყოს თქვენს იმაში. აი ამ მოლაპარაკებებში. და მეორე კიდევ თავარი, როდესაც ადამიანი ორი გიწევს შენ სახლში, შენთან სტუმრად რომ გიწევს, იქ უკვე ხდება გულახდილი გულღია საუბარი, ყველა პრობლემებზე უკვე ყველანაირი, ესე იგი, გარეშე, რაღაცა გარეშე ყველანაირი ხდება საუბრები, ღია საუბარი ხდება და ღიად ხდება უკვე ყველანაირი პოზიციების შეჯამება. როდესაც ორი ადამიანი ყველანაირი სხვების გარეშე ესე იგი საუბრობენ და იღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს. და ამისათვის ეს იქნა ასეთი, ესე იგი, ტრამპი ამას და იმიტომ ტრამპიც ხედავს. იმიტომ რომ უყურეთ როგორია საქმე, ტრამპსაც აძლევენ არასწორ ინფორმაციას. ჩვენ ეს უნდა ვივარაუდოთ. პუტინსაც არასწორ ინფორმაციას აძლევენ ეს 1000, ესე იგი, გვერდით მყოფი ხალხი 1000, ესე იგი, და ამიტომ ესენი ერთმანეთში უკვე ყველაფერს განსაზღვრავენ, ყველაფერს განიხილავენ, როგორც იტყვიან და ამიტომ ეს არის ძალიან პოზიტიური და კარგი შედეგის მომღრელი, მნიშვნელოვანი, ესე იგი, შეხვედრა, რომელიც მოიტანს რაღაც შედეგს. ახლა ადგილი, შეხვედრის ადგილი. დიახ. ეს ძალიან საინტერესოა, პატრიციანო ტელემაყურებლებო, ესე იგი, ამერიკის ერთ-ერთი შტატი ალიასკის, ქალაქი ანკორიჯში, 15 აგვისტოს პარასკევში იქნება შეხვედრა ამერიკის სამხედრო ბაზაზე. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ხო, ამერიკის სამხედრო ბაზაზე იქნება შეხვედრა. ჩვენ აკვირდო არ უნდა აღვნიშნოთ, რომ ესე იგი, დონალდ ტრამპს დიდი მოწინააღმდეგეები ყავს ამერიკაში. ძალიან დიდი მოწინააღმდეგეები ყავს. ევროპაშიც მოწინააღმდეგეები, რომლებიც ეს არ უნდა და ამიტომ პროვოკაციები არის მოსალოდნელი. ამიტომ ამ შეხვედრის უსაფრთხოების საკითხი დგება ძალიან მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, აბარა. პირველ რიგში. და ახლა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახლა არის შექმნილი, ესენი ალბათ ამაზე უკვე მუშაობენ და ესე იგი, მეორე მხრივ ამერიკელებს შემიტერიენდო. მეორე მხრივ, რომ ვთქვათ, მაგრამ ესე იგი ის ძალები, რომლებიც ტრამპს ესროლეს და ტრამპი კი ნაღამოკლეს, ეს ძალები ეს ძალები არცადაც არ სულა. ევროკავშირში, რომლებიც ჩვენ ახლა აღვნიშნეთ, რომ ასეთი არიან მოწინე, ისინიც არცადაც არ სულან. 70% ევროკავშირის ლიდერები ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები არიან. რომელსაც ბრძოლა გამოუცხადეს ორივე, პუტინმა და ტრამპმა. აი ამიტომ და მათი მოლაპარაკება, მათი რაღაც ესე იგი კონსენსუსისა და დიდი შედეგებისთვის ეს საერთოდ არ აწყობს ამათ, ამიტომ ამ შეხვედრის უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან უნდა ვივარაუდოთ, რომ არიან ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. პირველ რიგში უსაფრთხოება. უსაფრთხოება, კი ბატონო. და ამიტომ იქნა ეს შერჩეული ასეთი, ესე იგი, ამერიკის შტატი ალიასკა, რომელსაც ანკორიჯი აი ამ შტატს და ამ ქალაქს ანკორიჯს აქვს ძალიან დიდი ისტორიული სიმბოლური დატვირთვა. მე მინდა შეგახსენოთ პატრიციანო ტელემაყურებლებმა, რომ ალიასკა იყო რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი, რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა 19 საუკუნეში და 19 საუკუნის ბოლოს ის ამერიკელებმა იყიდეს. რუსეთის იმპერიამ გაყიდა ალიასკა. მთელი ეს შტატი, ეს ტერიტორია რუსეთის, ეს იყო რუსეთის კოლონიზებული რუსეთის ტერიტორია იყო. გარკვეული ნაწილი გაყიდა. და არაც შეეხება ქალაქ ანკორიჯს. ეს იყო რუსეთის იმპერიისა და ესე იგი, ეს ალიასკა არის სიმბოლო ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის იმპერიის ურთიერთქმედებების და ურთიერთკავშირის სიმბოლოდ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ აი ასეთი გადაცემა მოხდა ერთი სახელმწიფოდან მეორეში. რაც შეეხება ანკორიჯს, ანკორიჯი დიდი სამამულო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს
ანკორიჯი იყო მთავარი ბაზა, საიდანაც მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ლენდლიზის ხელშეკრულებით მოდიოდა დახმარება საბჭოთა კავშირისაგან. ანკორიჯის სამხედრო ბაზებიდან მთელი თვითმფრინავები, სამხედრო საავიაციო თვითმფრინავები და ის სამხედრო ტვირთები მოდიოდა ანკორიჯიდან საბჭოთა კავშირში. რომელსაც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა საბჭოთა კავშირს. ხო, ეს იყო სიმბოლო ამერიკისა და რუსეთის, საბჭოთა კავშირის და რუსეთის იმპერიის დიდი სიმბოლო დატვირთვით არის ეს. ეს ქალაქი. ხო, ეს ქალაქი და ეს შტატი მთლიანად და ამიტომ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აი ასეთი სიმბოლური დატვირთვა კიდევ რაღაც სიმბოლიზმს მოიტანს, რომ ესენი რაღაცას ერთმანეთში დაელაპარაკებიან და მორიგდებიან. ისევ ამას იქნება ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა. რაც შეეხება ახლა მოვლენებს. საერთოდ ახლა ასეთი დონის თქვენ დამეთანხმებით ბატონო ტრესტანო, როდესაც ასეთი დონის შეხვედრები უკვე ანონსირდება და უკვე ხდება, უკვე იგეგმება, ყველა საკითხები რაც არის, დაახლოებით 80-85% უკვე შეთანხმებულია. წინასწარ. კი ბატონო. ეს საერთოდ ასე არის. პოლიტიკაში ასეა მიღებული, რომ წინასწარ უკვე შეთანხმებული არის და იქ მიდის პროსტო ისე უბრალოდ ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც საჯაროდ და აი ამ სამუშაო ჯგუფებს და აი ამ შუამავლელ თემას არ ეკუთვნით. აი ამიტომ ჩვენ უნდა იმედი მე ახლა ძალიან რომ გითხრათ ფრთხილი ოპტიმისტი ვარ საერთოდ. თუ სანამ ფაქტი არ გამოვა და სანამ ესე იგი რაიმე უკვე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობრივი საკითხებია გასახელველი, წინააღმდეგობრივი პრობლემებია გადასაჭრელი და ამიტომ მიმაჩნია რომ უკვე იქ არის განსაზღვრული ესე იგი საკითხები უკვე მოლაპარაკებულები არიან უკრაინის შესახებ, მოლაპარაკებულები არიან ესე იგი ამ სხვა პრობლემების შესახებ, რომლებიც უკვე წარმოიშვა დაწყებული ტაივანიდან და დამთავრებული აი აგერ ზანგეზურის კორიდორამდე. მაგასაც შევეხებით შემოვლეს. აი ესა კავკასიის საკითხი, სხვა ხალხი ჩინეთისა და აი ამ რკალის საკითხი, აი მცეცხლოვანი რკალის საკითხი, რომელიც რუსებს უკვე ირგვლივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა ირგვლივ შემოაწყო, ეს თვითონ უკვე განხილული არის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ესე იგი ისინი მიაღწევენ თავიანთ დადებით და პოზიტიურ შეთანხმებას, რომელიც მოიტანს მშვიდობას მთელ მსოფლიოში, რომელიც მოიტანს მშვიდობისათვის კი არა, მშვიდობა უნდა იყოს, ესე იგი სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა და ესე იგი ისეთი კონფიგურაცია და ისეთი ამორმა ლიდერმა, ზელიდერის სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა ისეთი მშვიდობისა და ისეთი გეოპოლიტიკური ესე იგი ჩონჩხი უნდა ჩამოაყალიბონ, შექმნან, რომ და ესე იგი და ერთი სადღაც 50 წელი კიდევ ესე იგი დედამიწა იყოს მშვიდობიანი და კაცობრიობა ცხოვრობდეს მშვიდობიანად. ბატონო შმაგი, ნახეთ ახლა გასაგები ეგ თქვენ მართალიდანეთ რა ის გარკვეული საკითხები არის შეთანხმებული უკვე და უბრალოდ ამის გასაჯაროება მოხდება. იქ შეხვედრის დროს ეს შეხვედრა არის რაღაც გარკვეული საათები და არა 2 დღე და 3 დღე. ხო და ახლა მით უმეტეს ამ პრობლემატურ საკითხებს უცებ ვერ მოასწრებ და ვერ შეთანხმები და ვერ განეხილა რო არა ეს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყოს. მე ძალიან დამაინტერესა ტრამპის განცხადება ტრამპა რომელმაც თქვა რომ მას ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი სადღაც შეხვედროდნენ, მაგრამ მან თქვა რომ ჩვენი შეხვედრა აუცილებელი არისო, პიტაპიტ თქვა უკვე და მეს მენიშნა უკვე რომ თანაც ისეთი რაღაც ჩადო შიგნით ამ განცხადებებში საკითხები რომ მენიშნა უკვე შეთანხმებული არიან რაღაც საკითხებზე და მე ამ ბოლოს თქვა რომ და კიდევ აუცილებელი არისო რო ჩვენო მივახციოთ შეთანხმებასო საკითხსეო რომელიც საკითხიც ზელენსკისთვის არისო აუცილებელიო და არა უკრაინის ანუ კონკრეტული ზელენსკისთვის არის აუცილებელი ზელენსკის აუცილებელი არის უსაფრთხოება ხო და მისი პოლიტიკური ბედი ანუ მან უნდა მიაღწიოს ახლა აქ შეხედა რა ხდება ახლა მართლაც შევხედავთ არა ხედავთ რომ აქ უკვე ზელენსკის სხვა გამოსავალი აღარა აქვს უკვე აბსოლუტურად ეს მისაშია საქმე იმიტომ რომ ზელენსკი ზელენსკი შეიძლება ის არ არის ის გამოსილი პოლიტიკოსი ის იყო რაღაც კლოუნი იყო თავის დროზე რუსეთში და ამ კლოუნობის რაღაც გამოჩნდა
არენაზე და ხალხმა გაიცოდა. შემდეგ შეხედა ამერიკელებმა რომ შესანიშნავი მსახიობია, შესრულება შეუულია, შესანიშნავად არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წავა, ხო ამიტომ იყო რომ მოკიდეს ხელი წაიყვანეს და დასვეს პრეზიდენტად უკრაინის გასანადგურებლად. ფაქტიურად ასე გამოვიდა ეს ყველაფერი, ხო? ეხლა არის გარანტიები საჭირო. ეხლა ზელენსკის თამაშიდან გამოყვანა უნდა თამათ, ხო? ზელენსკის თამაშიდან რომ გამოიყვანო, რა ზელენსკი გამოვა იმ შემთხვევაში თამაშიდან თუ მას გარანტიები ექნება რომ მას არავინ არ მოკლავს. მას შეუნარჩუნებენ იმას რაც კი აქვს ეხლა აბსოლუტურად, ხო? და შესაბამისად მე რატომ გეუბნებით ამას ტრამპის განცხადებიდან გამომდინარე გეუბნებით და იქნება თუ არა ზელენსკის პიროვნული საკითხი განხილული ამ შეხვედრიდან გამომდინარე. აუცილებლად ჩვენ უნდა მარტო ტრამპის განცხადება კი არა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ პუტინის განცხადება, მედვედევის განცხადება. ისინი ამბობენ რომ დღევანდელი ხელისუფლება უკრაინის ზელენსკის ხელმძღვანელობით არის არალეგიტიმიური. კი. და ჩვენ უნდა მოვაწეროთ ხელშეკრულება, ვისთან უნდა გავაკეთოთ და ამას ყოველთვის ისინი აღნიშნავენ. და აღნიშნავენ იმასაც, რომ კრემლი აღნიშნავს, რომ უკრაინაში აუცილებელი არის ჩასატარებელი ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მოიტანს ახალ, როგორც აღნიშნავენ, რომ ახალი, ესე იგი, გადაწყობა უნდა მოხდეს უკრაინის. ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაწყობა. ის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ბოლო 14 წლის და 20 წლის მანძილზე, ეს რეჟიმი არის კონტრპროდუქტიული და უნდა შეიქმნას ისეთი ფაშისტური რეჟიმი და ისეთი, რომ უკრაინის ხალხს და უკრაინის საზოგადოებას მის ირგვლივ მყოფ საზოგადოება სახელმწიფოებს ყველას აწყობდეს. აი ესეთი რეჟიმი უნდა ისეთი ხელისუფლება უნდა შეიქმნას უკრაინაში. თუ ეს არ იქნა მიღებული თუ ეს არ იქნა შეთანხმებული ერთმანეთში ტრამპთან და ეს თუ არ შეათანხმეს რომ კარგი ზელენსკის საკითხი გასაგებია გააკეთეს მაგრამ შემდეგი ბედი უკრაინის რა იქნება როგორ იქნება ხვალ უკრაინის ეს დარჩებიან ეს ნაციონალისტური ძალები ხელისუფლებაში საზოგადოებაში დარჩებიან ეს ხალხი რომლებმაც კატასტროფამდე მიიყვანეს სახელმწიფო განვითარებული სახელმწიფო და ამიტომ ეს დასავლეთ უკრაინული აი ეს ყველაფერი მომენტები ამას ყველაფერს ახლა ისინი განსაზღვრავენ როგორ ანერად უნდა გაკეთდეს მე даже მეც გეტყვის თუ მეც გეტყვით თქვენც ალბათ მოისმენთ რომ იანუკოვიჩი თუ გაკეთდა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები იანუკოვიჩი განიხილება ახალ კიდევ კანდიდატად ამ პრეზიდენტის არჩევნებში იანუკოვიჩი განიხილება ეს გამოვიდა ასეთი ხოთაშორი იანუკოვიჩი ძალიან დიდი მხარდაჭერა ქონა როგორც იანუკოვიჩმა არ გადადგა ის ნაბიჯები რომ სისხლი დაღვრილიყო და გაერიდა ამას ყველაფერს იმიტომ რომ ეხლა ფაქტი ბუნებრივიც არის გაიგე სისხლში არ უნდა გასვლილიყო გაიგე და არ უნდა რომ მისი ესე იგი სახელი გამოჩენილიყო კი ეცადე სნაიპერებთან მიმართებაშო თითქოს იანუკოვიჩმა ეს გააკეთა ყველაფერი მაგრამ ეხლა მეც ვიცი ეს კარგად და მეც თვითონ მონაწილე ვარ სწორედ აი ამ იმ პროცესებში და იმ საქმის გამოძიებაში რომელიც საქმეს იქნა გამოძიებული პირადად ჩემს მიერ იქნა გამოძიებული ის სნაიპერების მოქმედება და შემდგომ მათი გამოჩენა ამ იმაში რაღაცა საზოგადოების წინაშე და ტელეეკრანების წინაშე და დარწმუნდნენ ნუ რომ ეს იანუკოვიჩი კი არ ყოფილა თუ მე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის აგერ მაკეინის საფრანგეთის ბრიტანეთის პოლონელები და ეს კომპლექსურად გამოვიძიე ჩვენ ეს აქ სხვათა შორის აი ამ გამოძიების შედეგი ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული ვინის არ არის გამოქვეყნებული არ არის გამოქვეყნებული მაგრამ ჩვენ ეს გვაქვს დოკუმენტები ყველაფერი და მით უმეტეს ეს ადამიანები ვინც ეს ყველაფერი გააკეთა შეასრულა მინსკის ფორმატში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და ეს ადამიანები დაკითხეს ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტმა. ოფიციალურ ჩვენებები მიცა. კი არსებობს მინსკში ეს და მე ვიყავი პირადად მე ვიყავი ჩასული ამ ადამიანებთან ერთად სადაც ესე იგი პროცესები რომელიც ჩვენ დავიწყეთ მე და ჩემი კოლეგებმა დავიწყეთ ამ საქმეების მიმართ მუშაობა და მტკიცებულებები დავდეთ შესაბამისად შემდგომ ეს ადამიანები ჩვენს მიერ იქნა ჩაყვანილი მინსკში და მე ქართული მხარე მაქვს მხედველობაში სააკაშვილის ისა მიერ ჩაყვანილი სნაიპერები და მის ეს ოფიციალური ჩვენებები ხო იქ სხვა დანარჩენი იქ ბალტიისპირეთის ქვეყნების ისინი იყვნენ ჯგუფებები იქ იყვნენ პოლონელები იქ იყვნენ ბრიტანელები ეს ყველაფერი ამავდროულად იქ ოდესაში მაისის პროცესებში ხო ამას ყველაფერს ესე იგი აბსოლუტურად იანუკოვიჩმა ეს ლაკა იანუკოვიჩი ჩამოერეც ხო იანუკოვიჩი დარჩა არავით არ იბაში არაკო მაგის არც მეს კი ბატონო პრავის სექტორი გააკეთა ყველაფერი რასას იანუკოვიჩი ბრალდებდა რომ თითქოს ეს ამან გააკეთა ეს უკვე ჩამოერეცხა იანუკოვიჩი უკვე და ამიტომ არის ამიტომ წამოიწია საკითხი მაგის რომ ესე იგი მიიღოს კიდევ არჩევნებში მონაწილეობა და კი ბატონო კიდევ მე გეტყვით უკრაინაში არიან კიდევ ისეთი ძალები ისეთი პოლიტიკოსები რომლებიც უკვე არ ეთანხმებიან ასეთ მდგომარეობას მაგალითად იულია ტიმოშენკო უკვე ისეთ პოზიციებს აცხადებს რომელიც წინააღმდეგი არის ასეთი მდგომარეობით კიევის
მერმა ვლადიმერ კლიჩკომ გამოაცხადა რომ ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას რომ ესე იგი უკრაინის მოსახლეობას უკვე ომის გაგრძელება არ სურს ასე ამბობს უკვე ბატონო ესა შმაგი ახლა ჩვენ ეს საკითხი მოდი ამოვწუროთ თუმცა შემდგომ ესე იგი ძალიან დიდი იმედი შემდგომ მნიშვნელოვან საკითხებად კიდევ გადასასვლელი ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ აქ კიდევ ცოტა არ იყოს ცოტა აფორიაქებულები ვართ და ამიტომ ამ საკითხებს გადავიდოთ ჩვენ ახლა ერთი სიტყვით ეს შედეგი იქნება შედეგი დაედრო ამ შეხვედრისგან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ რომ შედეგი იქნება აუცილებლად იქნება შედეგი მაგრამ დაველოდოთ კიდევ ამ მე ფრთხილი ოპტიმიზმის მაგრამ ეს ისენი ეს ჩვენთან რო არის თუმცა პროვოკაციები არ მოხდა ჩვენთან რო არის ეს ჭინკები და ვაი ექსპერტები ვარიან და უკვე წინასწარ აკეთებენ იმას დასკვნებს და განცხადებებს და ჯერ ხო წინასწარ მოიგეს მაშინომე უკრაინაში და კრემლში იყო ჩასულები უკვე ეს ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ჭინკები მე მაგალ პრიგოჟინის მომხრეებს ვიზახი პრიგოჟინის პატარა პრიგოჟინები როგორ ზეიმობდნენ კაცო პრიგოჟინი მოსკოვზე მიდის კრემლს დაწვავს ხო კრემლს ატყავს პატარა პრიგოჟინები ეს გამოდიოდნენ ხატია დეგანოიძე და ესენი ეს საცოდავები აი ეს უკრაინის დროშები და დარბოდნენ და ერთ ამბავში ეს იმას მოასწრებს რომ საერთოდ არ იციან არ ფლობენ რუსეთის როგორ არის არა ბიჭო მაგაში ფულსუხთიან მაგას აი რომ ასეთი ისა რა ქვია განცხადებები აკეთონ და აიგე და ასე მოიქცენ ფულსუხთიან მაგაში ესენი არის აგენტები ნუ მოგვერიდ ესენი არის ნომრიანი აგენტები ამათაც შტამპი აი ეს ზურგზე აიგე და ის უკრაინის დროშები კიდო რომელები დარბოდეთ იქით ეძახოდეთ სლავა უკრაინაო ხომ დაახვიეთ თქვენი ხელით და ხომ გაიკეთეთ ეთადგილას თქვენი ხელით კიდევ ბევრ რამეში გაყოფთ თავს და ბევრ ესე იგი თქვენ არასწორ საქციელს დავანახებთ საზოგადოებას საქართველოს მოსახლეობას თქვენ არ ამზადება თქვენ უსამშობლოებო გიხაროდათ ხო საქართველოს ომში ჩათრევა რომ საქართველოს ჩათრეული იყო ომში და ქართველი ხალხი განადგურებული იყო ეს გინდოდათ ვერ მოესწრებთ და ვერც მოესწრებით იმას და ჩვენ მოვესწრებით იმას რომ თქვენ მალე გაქრებით საერთოდ არათუ მარტო პოლიტიკური ველიდან არამედ საქართველოსთან გაქრებით უყოლა ამიტომ თქვენ არ ხართ ღირსი იმისა რომ ხაბეიშვილებმა და ამისა და შაპიტუებმა ქუჩა მოწაწელე მესვისტოკე ხაბეიშვილებმა და ამისა და ვაი პოლიტიკოსებმა და ამისა და მართლა ელისაშვილებმა ჩადის და სამ დღეში თუმე 3000 რუსი მოკლა გაიგე აი ესეთი ადამიანები ხართ თქვენ გაიგე და ასეთი უგნური და უტვინო ხალხი ხართ თქვენ გაიგე რომლებსაც არ გესმით არც პოლიტიკა არ გესმით არც ეკონომიკა არც ქვეყნის მართვა და ხართ ესე გონება დაბნელებულები და ეგეთი გონება დაბნელებულები ჭირდება სწორედ თქვენ კურატორებს რომლებიც ფულს გიხდიან და საქმეს გაფუჭებებიან ამ ქვეყანაში მაგრამ ძალიან მალე გაქრებით აქედან თქვენ ეხლა ბატონო ეცა შმაგი გადავიდეთ ეხლა ჩვენ აი ამ მოუკლეს ხანში ეხლა ძალიან რაღაც ერთი კვირაც არ არის გასული რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევისა და სასუნხეთის მისი პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის შეხვედრა მაგრამ ფაშინიანი ჩვენ ვიცით ვინც არის ხო ეს არის სოროსის პროექტი ეს არის ესე იყო ქუჩა მოწანწალი ერთი ზურგშანთიანი ადამიანი რომელსაც დახეული ტუფლით ეერება დღეს უკვე აგერ ხედა რა მდგომარეობაშია და მოიყვანეს დასვეს და რაც გააკეთა სასუნხეთში ხომ ხედავთ და როგორ მდგომარეობაში ჩავდა გადაიყვანა სულ და აი ლიბერალურ რელსებზე გადაიყვანა თელი სასუნხეთი ხო მაგრამ მე ალიევის გამკვირვებია კაცო ალიევის გამკვირვებია იმიტომ რომ ალიევია გამოჭედილი სულთა იმ იმაში რაღაცა საბჭოთა ამ იმაში რა ქვია ხო გამოსდილი და ეს ადამიანი რამ გადარიან ფულმა ასე დაუბრმავა თვალები მას მაგრამ ეს შეხვედრა რას მოუტანს კი ბატონო რას მოუტანს ან მათ ან ჩვენ ან საერთოდ რუსეთის პოზიცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და მისი დამოკიდებულება სამი დღის უკან რომ შექმნა ესე იგი შედგა შეხვედრა პაშინიანის ალიევისა და ტრამპის ვაშინგტონში და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ესე იგი მათ შორის აზერბაიჯანს და არმენიას სომხეთს შორის ყველანაირი ესე იგი საომარი მოქმედებები ჭირდება გადადიან მაგენი ესე იგი როგორ ვთქვათ შერიგებაზე და ყველანაირი პრობლემებს ერთმანეთს უკვე აღარ არის და არც ტერიტორიული პრობლემის არ არის პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არაფერი და უკვე მშვიდობიან ესე იგი როგორც თანაცხოვრებას უნდა გაყვე მაგრამ აქ ამისათვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორის 99 წლით ხელში ჩაგდება და ამ ზანგეზურის კორიდორის რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანისა და თურქეთთან რომელიც მიყვება ირანის საზღვართან რადგან პატარა 40-50 კილომეტრი არის ამის კონტროლი
ეს რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არავითარი ტვირთის მოძრაობები შეიძლება სიმბოლურად განხორციელდეს, მაგრამ ეს არის პირდაპირ სამხედრო დანიშნულების და სამხედრო პოლიტიკური დანიშნულების გადაწყვეტილება. აი ამ საზღვრის კონტროლი, რომელიც არის მიმართული პირველ რიგში რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ. ამიტომ ჩინეთის ინტერესების ირღვევა. რა თქმა უნდა, აქ უკვე ჩინეთი, რომელიც უკვე ტვირთების და ამ საზღვრის, ამ კავკასიის და ამ შუა კორიდორის და აბრეშუმის გზის კონტროლს ითხოვს და შეულებრივად მას უნდა რა თქმა უნდა დაინტერესებულია. და ეს არის უკვე ამის წინააღმდეგი, ეს ყველაფერი. ეს გადაწყვეტილება ერთმანეთში. მოდი ახლა შევხედოთ мотиваციას. თქვენ ახსენეთ ალიევი რატომ გააკეთა და ფაშინიანის ქმედებები, რომელიც ესე იგი ანტირუსული და ანტიირანული და ანტიჩინური პოზიციები დაიკავეს და დაიკავეს პროამერიკული პოზიცია. ეს მოულოდნელია რა, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ აქ მოულოდნელობას უკვე თითქმის ადგილი აღარ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ აი ეს 12-დღიანი ომი ირანისა და ისრაელის და ირანის ომი. ამ ომის ჩვენ ეს ერთ კომპლექსში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ამ ომის და ისრაელის თავდასხმის, ირანის თავდასხმის მთავარი მიზეზი რა იყო? მთავარი მიზეზი იყო ირანის სახელმწიფოში, ესე იგი სახელმწიფო ირანში მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობა. ირანის სახელმწიფო ხელისუფლების გადაყენება, აიათოლა ორთოდოქსალური რელიგიური სახელმწიფოს განადგურება, ხელისუფლების განადგურება და იქ თავისი ხალხის, თავისი აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში. შემდეგ ერთაშორისი ირანი მრავალეროვანი ქვეყანაა, ერთაშორისი შეტაკებების ინსპირირებით ირანი უნდა დაშლილიყო, დაცალკევებულიყო და შესაბამისად შემდეგ მომხდარიყო ამ დემოკრატიის დამყარების სახელით ამ ირანის აურაცხელი სიდიდების ძარცვა და მისი კოლონიით გადაქცევა. ხელში ჩაგდება ამის ყველაფერს. რაც გააკეთეს კადაფს, რაც გაუკეთეს ერაყს. ჰუსეინს ხანდა რაც გაუკეთეს ყველაფერი და ამისათვის რაც გაუკეთეს იუგოსლავიას. ხო, ყველა ეს არის ერთი ისა, აგერ ბაშარ ასადს სირიაში რა გააკეთეს. ამიტომ ეს არის ერთი, ესე იგი ასეთი იყო, მაგრამ ეს იყო შეფარული ვითომ ატომური პროგრამის გასანადგურებლად. აი ესეთი აი ამ საბაბით, ვითომ ატომური იარაღის ატომური, ესე იგი ინფრასტრუქტურის განადგურებით იყო ეს ყველაფერი. სინამდვილეში ვერ განადგურეს ვერაფერი. სინამდვილეში ჩვენ რა ვნახეთ? ხო და აი ამ გეგმით ესე იგი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ჩვენ ვიცით რომ ისრაელი და აზერბაიჯანი ძალიან კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთში. ძალიან კარგად სამხედრო და სამოქალაქო სექტორში და ეკონომიკურად ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ამისათვის ირანის ჩრდილოეთ თებრიზის ჩათვლით, რომლებიც არიან სამხრეთ აზერბაიჯანები დასახლებული, დაახლოებით 20-30 მილიონი არის აზერბაიჯანული და აი ამ ტერიტორიას, როდესაც ირანს დაშლიდნენ და ირანი იქნებოდა ქაოსში გადაგებული და იქ იქნებოდა დაშლილი სხვადასხვა მონოეთნიკურ, ესე იგი რეგიონებად, ეს თავრიზის რეგიონი, ჩრდილოეთ ირანის ტერიტორია მიერთებოდა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანი გახდებოდა ზესახელმწიფო. აი ასეთი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ალიევის ისა, როდესაც ასეთი მას კარს გირიგებენ და ასეთ გეგმას გეუბნებიან, ეს არის ძალიან მაცდური. ამხელა უკვე 10 მილიონია სახელმწიფო და შენ უკვე ხდები 40 მილიონი, 30 მილიონი ამხელა ტერიტორიის სახელმწიფო ხდები და ამიტომ აქ ამან ითამაშა, მე მგონია ძალიან დიდი ალიევის გადაბირების ხო, ეს იყო პირველი, ესე იგი გადაბირების და მე მეორეც, ხო იცი, ლავლანაჟივცაო, ხო ვაკეთებენ და მე მგონი რუსეთს კარგად ითამაშა ამაში რომ ჩააყოლებიეს, ეს თამაში რომ გამოელვნენ თავის თავი. ამის მოვლენები არის კიდევ მე რა ეს სინქრონულად მოხდა ეს ყველაფერი, პატრიოტული ტელემაყურებლებო. რუსეთში ანტი-აზერბაიჯანული ქმედებები, ბაქოში ანტირუსული ქმედებები რომ წავიდა და პირველი ბაქომ გააკეთა, ვითომ ჟურნალისტები. კი ბატონო, ძალიან ისა და ახლა ეს დალაგებული ერთად ესე იგი აზერბაიჯანის ეკონომიკა იყო მიმოვლენად რუსეთის ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა. მილიარდობით დოლარი. წვანე ბაზარი მაგათი იყო. წვანე ბაზარი, დიდი ბიზნესები, ყველაფერი ერთად იყო. აი აზერბაიჯანის საექსპორტო ისა რუსეთის ტერიტორიით გადის, გაზი, ნავთობი, ყველაფერი ძალიან იმათ და
ეს ყველაფერი იყო მომზადებული იმისათვის, რომ ესე იგი ირანის დამარცხების შემთხვევაში მოხდებოდა. მაგრამ ირანმა მარცხი ვერ აგემა ამათ ყველაფერს. ესე იგი ტრამპი რო არ ჩარეულიყო, ირანმა უკვე მე-7 დღეს დაიწყო თავისი ბალისტიკური, რომ მოულოდნელად დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, უამრავი გამოიყენა, თავისი დრონები გამოიყენა და ისრაელს დაუწყო დაბომბვა. მთელი სამხედრო მოსადის შენობა დაამგრევა და სერიოზული უკვე ტრამპი იზოლებული გახდა. შეერჩერებია ეს პროცესი. რომ იქაც უკვე ისრაელს უკვე თავისი რაკეტების მარაგი ელეოდა, აქეთ ესენი ძლიერდებოდნენ, იქეთ პაკისტანი და ჩინეთმა განაცხადა ჩვენი ირანს არ დავტოვებთ უყურადღებობის გარეშეო და ამიტომ ტრამპი იზოლებული გახდა, ჩარეუყო მე-12 დღეს და გამოუშვა თავისი არმადა, თავისი საზღვაო საჰაერო არმადა გამოუშვა და ეს წინასწარ გაფრთხილებული 400 კილოგრამი ურანი გაიტანეს ირანელებმა, ყველა ეს მეცნიერები გაიტანეს, რაც არის, გაიყვანეს იქიდან და მოხდა სიმბოლური დაბომბვა, რომელმაც როგორც New York Times აღნიშნავდა, 2-3 თვე ირანის პროგრამა ჩვენ ესე იგი დავამოწმეთ, შევაჭირეთ, მეტი არა. ამიტომ ეს ყველაფერი მოხდა, არის ზაგეზურის ხელშეკრულება, არის ანტირუსული, არის ანტიირანული და როგორც მე ახლა თუ შევხედავთ მეორე მხრიდან ამას, აი ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებს, ხო? ტრამპი როგორ აკეთებდა წინასწარ შექმნიდა პრობლემას და მერე მიდიოდა სალაპარაკოდ. მე მგონი ამ ხრივ არის ეს გაკეთებული. შეიძლება ამ შეხვედრაზე იქნას ეს საკითხი განხილული, აუცილებლად. აუცილებლად ამ საკითხზე განიხილება, ეს მარტო ეს კი არ განიხილება. მარტო უკრაინის საკითხი არ განიხილება. ანაკლიის სპორტი განიხილება ამაზე. შავი ზღვის აკვატურიის სპორტი, კავკასიის ბედი განიხილება. ჩინეთის ბედი, ტაივანის ყველა საკითხები რაც არის გლობალურად განიხილება ამ ერთი შეხვედრით. არქტიკის, ჩრდილოეთ არქტიკის რესურსები მდიდარი ეს განიხილება კიდევ აუცილებლად. ჩრდილოეთ ესე იგი ყრილოვანი ოკეანისა და არქტიკის ბუნებრივი რესურსების კონტროლი. ყველაფერი ეს ამაზე განიხილება და არა ახლა თქვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რუსეთი ეს ნიშნავს რუსეთის კავკასიიდან გასვლას. რუსეთიდან არ გავა. რუსეთიდან კავკასიიდან გასვლა ჩვენ არ უნდა დაგვავიდეს კიდევ რომ აზერბაიჯანი გვიხაროდეთ ჩვენ არ უნდა ჩვენ პირიქით იმიტომ რა ჩასაფრებულია თურქეთი კაცო შვიდობის ესე იგი ხო ამბობენ შვიდობა დაფკვიდდა ამ ხელშეკრულებითო ამ ხელშეკრულებით პატრიოტულ ტელემაგურებლებო ეგრეთ წოდებული ამ შეთანხმებით რომელიც მოხდა ვაშინგტონში შვიდობა კი არა ახალი ომისკერა ახალი ომისკერა უკვე ჩაიბუდეს და გააკეთეს მათ დახაზეს უკვე ახალი ომისკერა კავკასიაში დახაზეს ახალი ომისკერა ეს არავითარ მშვიდობის მომტანი არ არის იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება არის წინააღმდეგობრივი მეზობლები მოთამაშეებისათვის თურქეთსაც ეს არ აინტერესებს თურქეთსაც უკვე არ უნდა რომ განსაკუთრებით ამერიკელები ჩაჯდნენ ამ იმაში ხო და ამიტომ ყველა მეზობლები რომლებს საერთოდ პოლიტიკაში ასია გეოპოლიტიკაში თუ მეზობლები ყველანი მით უმეტეს ისეთი დიდი მოთამაშეები არიან უკმაყოფილონი რაღაც გადაწყვეტილებებით ეს გადაწყვეტილებები ძალიან მიზერული შანსი რომ ეს განხორციელდეს ბატონო შვაგი ჩვენ უკვე დრო ამოგვეწურა თქვენი ძალიან საინტერესო საუბარი ქონდათ და საინტერესო ანალიზი საქართველოს მიმართებაში მინდა რომ თქვა ყველანაირი კატასტროფული ტელემაყურებლობა 1000-ნაირი ხმები მოდის 1000-ნაირი ისე რომ აი ამ იმაზე საქართველოს ხელისუფლებას უჭირავ ძალიან კარგი გონერული პრაგმატული უნდა აღინიშნოს პრაგმატული ესე იგი კურსი ამის შესახებ ამ მოვლენების შესახებ და ელოდება როგორი ესე იგი ის არ უწევს მოვლენებს და ის ელოდება როგორი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება გლობალურ პლანზე. და რაც შეეხება აზერბაიჯანს და ესე იგი სომხეთის ხელმძღვანელებს, აი მათ მომავალი მაგათ გვიჩვენებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კონტრპროდუქტიული. კი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო შვაგი ესეთი საინტერესო ანალიზისათვის და საინტერესო ესეთი მართლაც გათვლებისათვის, რაც თქვენ ახლა ისაუბრეთ ჩვენთან სტუდიაში და ჩვენ ტელემაყურებელს პირდაპირ დაუდებით წინ ესე ლანგარზე რა ესე იგი მდგომარეობა შექმნილი და რა არის აქ ჩვენთვის კარგი და რა არის ჩვენთვის ცუდი ხო და საერთოდ პლანობაში გლობალურად ხო რაც ახლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ხო და ამიტომ ახლა მეც თქვენი თქვის არ იყოს მეც დიდი იმედები მაქვს რომ ეს შეხვედრა რომელიც შედგება ახლა 15 აგვისტოს იქნება მართლაც საინტერესო იქნება შედეგიანი და ეს პრობლემატური საკითხები
რომელიც პრობლემატური საკითხების წინაშე არათუ მარტო ჩვენ ვდგევართ, მაგრამ მთელი მსოფლიო დგას, ამ ორმა ადამიანმა პირისპირ უნდა გადაწყვიტოს. და რა იმ სხვა ძალებმა, კიდევ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიიდან წარმონაქმნა მაპატარა ნაბიჯრებმა, რომლებიც აი ესე პირდაპირ მიზანმიმართულად როგორც არიან იმისთვის მობილიზებული და მოტივირებული, რომ დაიწყოს კიდევ ახალი ომის კერები. რა იგეთ რაშია საქმე და ამიტომ ეხლა ამ ორმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს უკვე ბედი, კაცობრიობის ბედი. ომისა და მშვიდობის. ომისა და მშვიდობის, ხო და აქ საქართველოს ჭინკებს ვეუბნები, აქ საქართველოს ჭინკებს, ხო? კარგად ადევნეთ ახლა თვალყური, როგორი კარგი სასიამოვნო და ტკბილი შეხვედრა ექთებათ პუტინსა და ტრამპს, კარგად ადევნეთ თვალყური და მერე გააკეთეთ თქვენ დასკვნები. იზოლაცია ბოლო იღება. ხო, რაისაგან საქმე, რასაგან საქმე და რა ესე იგი თქვენ იდეოლოგიის მატარებლები ბრძანდებით და ვის მიერ იკვებებით, თქვენ არ რამზადებო, თქვენ ჭინკებო, თქვენ ქვეყნის მოღალატეებო და როგორ გინდათ ეს ქვეყანა დაანგრიოთ და დაშალოთ და გაანადგუროთ და ქართველი ხალხი მოსწროთ ამ ქვეყნიდან. მაგას ვერ მოესწრებით თქვენ. ვერცეთ შემთხვევაში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ ვიყურებთ და მადლობა რომ თქვენი მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდამჭერა სწორედ აი ამ ჩვენს გადაცემებთან დაკავშირებით. კარგად ნადებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ბატონო შმაგი მომბრძანებისათვის და საინტერესო ასეთი ანალიზისათვის. მადლობა, კარგად მზადებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთთან.